ამ გაკვეთილში ვისწავლით ოთახების სახელწოდებებს. ასევე გავარჩევთ დიალოგებს და მაგალითებით ვნახავთ, როდის გამოიყენება განსაზღვრული არტიკლი der, die, das და როდის გამოიყენება განუსაზღვრელი არტიკლი ein, eine და ასე შემდეგ. Meine Wohnung, ჩემი ბინა, die Wohnung, ბინა, ანუ სახლი კორპუსში. აქვს die არტიკლი და ამიტომაც არის meine. Meine Wohnung, ჩემი ბინა. Mein Haus, ჩემი სახლი. Das Haus, კერძო სახლი. აქვს das არტიკლი და ამიტომაც არის mein. Mein Haus, ჩემი სახლი. Meine Traumwohnung hat 5 Zimmer. ჩემს საოცნებო ბინას აქვს 5 ოთახი. Die Traumwohnung, საოცნებო ბინა. Die Wohnung, ბინა. Der Traum, ოცნება. Die Traumwohnung, საოცნებო ბინა. Hat არის ზმნა ქონა ყოლა ჰაბენის ფორმა. 5, 5. Das Zimmer, ოთახი. Meine Traumwohnung hat 5 Zimmer. ჩემს საოცნებო ბინას აქვს 5 ოთახი. Das Wohnzimmer, მისაღები ოთახი. Das Schlafzimmer, საძინებელი. Schlafen, ძილი. Das Zimmer, ოთახი. Das Schlafzimmer, საძინებელი. Das Arbeitszimmer, სამუშაო ოთახი, კაბინეტი. Arbeiten, მუშაობა. Das Zimmer, ოთახი. Das Arbeitszimmer, სამუშაო ოთახი. Das Kinderzimmer, საბავშვო ოთახი. Die Kinder, ბავშვები. Das Zimmer, ოთახი. Das Kinderzimmer, საბავშვო ოთახი. Das Bad, აბანო. Der Flur, დერეფანი, შემოსასვლელი, ვესტიბიული. Der Balkon, აივანი. Die Küche, სამზარეულო. Die Toilette, საპირფარეშო. ერთ მხარეს მოცემულია სიტყვები განსაზღვრული არტიკლით der, die, das, ხოლო მეორე მხარეს განუსაზღვრელი არტიკლით ein, eine. განსაზღვრულ და განუსაზღვრულ არტიკლებზე მე-19 გაკვეთილშიც ვისაუბრეთ და თუ არ გინახავთ, ნახეთ აუცილებლად. ეხლა კი გადავიდეთ დიალოგებზე და ვნახოთ, როდის რომელი არტიკლი გამოიყენება. Das ist das Haus. ეს არის სახლი. Schön, nicht? შვენიერია, არა? Das ნიშნავს ეს. Ist არის ზმნა ყოფნა ზაინის ფორმა. Das Haus, სახლი. ამ შემთხვევაში სახლს აქვს განსაზღვრული არტიკლი das. განსაზღვრულ არტიკლს ვიყენებთ მაშინ, როდესაც ვიცით რაზეა საუბარი. ამ შემთხვევაში სახლის წინ დგას და უთითებს კონკრეტულ სახლზე. ანუ ვიცით, რომ იმ კონკრეტულ სახლზეა საუბარი და ამიტომ არის განსაზღვრული არტიკლი გამოყენებული. Schön, ლამაზი, მშვენიერი. Nicht, არა. Naja, კი. Schön und teuer. მშვენიერი და ძვირი. Ja ნიშნავს დათანხმებას. Naja-ს ვამბობთ, როდესაც თან ვეთანხმებით და თან რაღაც გვაფიქრებს. ანუ კი მოწონს და ფიქრობს, რომ კარგია, მშვენიერია, მაგრამ აფიქრებს, რომ ძვირია და ამიტომ ამბობს naja. Schön, მშვენიერი, teuer, ძვირი. Schön und teuer. მშვენიერი და ძვირი. თუ მოგწონთ ვიდეო გაკვეთილები, subscribe, გამოიწერეთ YouTube არხი, ისწავლე გერმანული შენით Deutsch selbst lernen, რომ არ გამოგჩეთ მომდევნო გაკვეთილები. Sagen Sie mal, ist hier auch ein Arbeitszimmer? მითხარით, არის აქ აგრეთვე სამუშაო ოთახი, კაბინეტი? Sagen, ზმნა თქმა. Sie, დიდი ასოთი წერია, ანუ თქვენობითი მიმართვაა. Mal's რამე კონკრეტული მნიშვნელობა არ აქვს. გამოიყენება საუბრისას და საუბარს უფრო არაფორმალურს ხდის. Sag mal, რო ყოფილიყო, იქნებოდა შენობითი მიმართვა, sag mal, თქვი. Sagen Sie mal, თან თავაზიანი მიმართვაა, რადგან Sie დიდი ასოთი წერია, მაგრამ თლად ოფიციალური საუბარი არ არის, რადგან mal არის გამოყენებული. Hier, აქ, auch, აგრეთვე. Ein Arbeitszimmer, სამუშაო ოთახი, კაბინეტი. ამ შემთხვევაში Arbeitszimmer-ს აქვს განუსაზღვრელი არტიკლი ein, რადგან ზოგადად კაბინეტზე ვკითხულობთ, ანუ ზოგადად თუ არის კაბინეტი. არის ein, რადგან Arbeitszimmer-ს აქვს das არტიკლი. Das Arbeitszimmer, ein Arbeitszimmer. Ja, natürlich. Დიახ, რა თქმა უნდა. Natürlich, რა თქმა უნდა. Das Arbeitszimmer ist dort. სამუშაო ოთახი არის იქ. Dort, იქ. ამ შემთხვევაში
Arbeitszimmerს აქვს განსაზღვრული არტიკლი das, რადგან უკვე ვახსენეთ წინა წინადადებაში Arbeitszimmer და აქ ვიყენებთ უკვე განსაზღვრულ არტიკლს. Und ist hier auch eine Küche და არის აქ აგრეთვე სამზარეულო. Eine Küche აქვს განუსაზღვრელი არტიკლი eine, რადგან პირველად ვახსენეთ სამზარეულო. Die Küche სამზარეულო აქვს die არტიკლი და ამიტომ არის eine. Natürlich, რა თქმა უნდა. Hier ist der Flur. აქ არის დერეფანი. Hier, აქ, der Flur, დერეფანი. Flur-ს აქვს განსაზღვრული არტიკლი der. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვახსენეთ დერეფანი. რადგან ვამბობთ here, აქ. ანუ იქ ვდგავართ, სადაც ეს დერეფანია. ანუ ვიცით, რომელ დერეფანზეც არის საუბარი და ამიტომ ვიყენებთ განსაზღვრულ არტიკლს. Der Flur. Und dort ist die Küche. და იქ არის სამზარეულო. Dort, იქ, die Küche. სამზარეულო. აქვს განსაზღვრული არტიკლი, რადგან სამზარეულო უკვე ნახსენები გვაქვს საუბარში. Wo კითხვითი სიტყვაა და ნიშნავს სად. Hier, აქ. Dort, იქ. Das ist meine Wohnung. ეს არის ჩემი ბინა. Oh, schön. Oh, მშვენიერია. Ist das hier das Bad? არის ეს აქ აბანო. კითხვითი წინადადებაა და რადგან კითხვითი სიტყვა არ გვაქვს, რა თქმა უნდა, წინადადება იწყება ზმნით. Ist ზმნა ყოფნა seines ფორმა. Das ეს hier აქ. Das Bad აბანო. ამ შემთხვევაში das არის არტიკლი. წინა გაკვეთილებშიც ვთქვით, რომ das ნიშნავს ეს და ასევე das არის საშუალო სქესის არტიკლი. ერთნაირად იწერება და ერთნაირად იკითხება. ამიტომ აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. ამ შემთხვევაში აბანოს აქვს განსაზღვრული არტიკლი, რადგან ვამბობთ here, აქ, ანუ იქ ვართ, სადაც აბანოა და ვხედავთ, რომელ აბანოზეც არის საუბარი. Ja, das hier ist das Bad. დიახ, ეს აქ არის აბანო. Herzlich willkommen. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. Das ist meine Wohnung. ეს არის ჩემი ბინა. Schön, მშვენიერია. Aber sagen Sie mal, მაგრამ მითხარით, ist hier auch ein Bad? არის აქ აგრეთვე აბანო. Natürlich, რა თქმა უნდა. Hier ist alles. აქ არის ყველაფერი. Alles, ყველაფერი. Ein Schlafzimmer, საძინებელი. Ein Wohnzimmer, მისაღები. Auch ein Bad, აგრეთვე აბანო und ein Balkon და აივანი. Das Wohnzimmer ist hier. მისაღები არის აქ. Wohnzimmers ამ შემთხვევაში აქვს უკვე განსაზღვრული არტიკლი, რადგან საუბარში უკვე ვახსენეთ და ვიცით, რომელ მისაღებზეც არის საუბარი. Oh, das Wohnzimmer ist klein. Oh, მისაღები არის პატარა. Klein, პატარა. Hier ist das Schlafzimmer. აქ არის საძინებელი. Schlafzimmerსაც აქვს უკვე განსაზღვრული არტიკლი, რადგან უკვე ნახსენები გვაქვს საუბარში და ვიცით, რომელ საძინებელსაც ვსაუბრობთ. Haben Sie auch eine Küche? გაქვთ თქვენ აგრეთვე სამზარეულო. კითხვითი წინადადებაა, არ გვაქვს კითხვითი სიტყვა და ამიტომ იწყება ზმნით. Haben, ქონა ყოლა. Sie დიდი ასოთი წერია და თქვენობითი მიმართვაა. Eine Küche, სამზარეულო, აქვს განუსაზღვრელი არტიკლი, რადგან სამზარეულო საუბარში არ გვიხსენებია მანამდე. Ja, die Küche ist dort. დიახ, სამზარეულო არის იქ. Die Küche, სამზარეულო. ამ შემთხვევაში აქვს უკვე განსაზღვრული არტიკლი, რადგან უკვე ნახსენები გვაქვს და ვიცით, რომელ სამზარეულოზეც არის საუბარი. Berlin ist eine Stadt. ბერლინი არის ქალაქი. Eine Stadt, ქალაქი. აქვს განუსაზღვრელი არტიკლი, რადგან მსოფლიოში არსებობს უამრავი ქალაქი და მათ შორის ერთ-ერთია ბერლინი. Berlin ist die Hauptstadt von Deutschland. ბერლინი არის გერმანიის დედაქალაქი. Deutschland, გერმანია. Von Deutschland, გერმანიის. Die Hauptstadt, დედაქალაქი. აქვს განსაზღვრული არტიკლი, რადგან გერმანიას მხოლოდ ერთი დედაქალაქი აქვს. და ყველამ ვიცით, რომ ის არის ბერლინი. Kiel ist eine Stadt in Norddeutschland. კიელი არის ქალაქი ჩრდილოეთ გერმანიაში.
in Norddeutschland, ჩრდილოეთ გერმანიაში. Eine Stadt, ქალაქი, აქვს განუსაზღვრელი არტიკლი, რადგან ჩრდილოეთ გერმანიაში კიელის გარდა სხვა ბევრი ქალაქია კიდევ. Entschuldigung, უკაცრავად, ist hier eine Bäckerei? არის აქ საცხობი. Eine Bäckerei, საცხობი, აქვს განუსაზღვრელი არტიკლი, რადგან რომელიმე კონკრეტულ საცხობს არ ვკითხულობთ, ვკითხულობთ ზოგადად საცხობი თუა. Die Bäckerei აქვს die არტიკლი და ამიტომ არის eine Bäckerei. Ja, dort, im Mini Plus. Diach, იქ, Mini Plusში. Mini Plusი არის სავაჭრო ცენტრის სახელწოდება. Im Mini Plus, Mini Plusში. Die Bäckerei dort ist gut und billig. საცხობი იქ არის კარგი და იაფი. Gut, კარგი, billig, იაფი. Ich brauche auch Gemüse. მე მჭირდება ასევე ბოსტნეული. Brauche, ზმნა, საჭიროება, brauchenis ფორმაა. Das Gemüse, ბოსტნეული. როდესაც ვამბობთ ბოსტნეულს, რამე კონკრეტულ ერთი სახეობის ბოსტნეულს არ მოვიაზრებთ. არამედ რამდენიმე სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულს მოვიაზრებთ. განუსაზღვრელი არტიკლი იმიტომ არ აქვს, რომ მრავლობითში განუსაზღვრელი არტიკლი არ გვაქვს ზოგადად. Ist im Mini Plus auch ein Gemüseladen? არის Mini Plusში ასევე ბოსტნეულის მაღაზია. Der Gemüseladen, ბოსტნეულის მაღაზია. ამ შემთხვევაში აქვს განუსაზღვრელი არტიკლი და არის ein Gemüseladen, რადგან რომელიმე კონკრეტულ ბოსტნეულის მაღაზიას არ გულისხმობთ, ვკითხულობთ ზოგადად ბოსტნეულის მაღაზია თუ არის. Ja, der Gemüseladen grün und frisch. Diach, ბოსტნეულის მაღაზია, მწვანე და ახალი. Grün, მწვანე, frisch, ახალი. Grün und frisch არის ბოსტნეულის მაღაზიის სახელწოდება. Der Gemüseladen, ბოსტნეულის მაღაზია. ამ შემთხვევაში უკვე განსაზღვრული არტიკლი აქვს, რადგან უკვე ნახსენები გვაქვს საუბარში. Ich gehe jetzt einkaufen. მე მივდივარ ეხლა საყიდლებზე. Gehe, ზმნა, წასვლა, gehen-ის ფორმა. Jetzt, ეხლა. Kaufen, ყიდვა, შესყიდვა, როდესაც რამე ერთ კონკრეტულს ვყიდულობთ. Einkaufen, ყიდვა, შესყიდვა, ოღონდ როდესაც სხვადასხვა სახეობის რამდენიმე რაღაცას ვყიდულობთ. Gehen-თან ერთად, gehen, einkaufen, ნიშნავს საყიდლებზე წასვლას. Ich gehe einkaufen. მე მივდივარ საყიდლებზე. Ich gehe jetzt einkaufen. მე მივდივარ ეხლა საყიდლებზე. Ist noch das Obst da? არის კიდევ ხილი. Noch, კიდევ. Das Obst, ხილი. აქვს განსაზღვრული არტიკლი, რადგან კონკრეტულ ხილზე ვსაუბრობთ. რადგან კითხვა შემდეგნაირად არის კიდევ ხილი. ანუ ის ხილი, რომელიც იყო, ანუ ვიცით, რომელ ხილზეც არის საუბარი. და შეიძლება ნიშნავდეს როგორც აქ, ისე იქ, გააჩნია კონტექსტს. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვისაც ეკითხება, ის უფრო ახლოს არის იმ ადგილთან, სადაც სავარაუდოდ ის ხილი უნდა იყოს. და ეკითხება, არის კიდევ მათ ხილი, ist noch das Obst da? Und auch noch das Mineralwasser? და ასევე კიდევ მინერალური წყალი. აქვს განსაზღვრული არტიკლი, რადგან ეკითხება იმ წყალზე, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს, ანუ ვიცით, რომელ წყალზეც არის საუბარი. Das Mineralwasser, მინერალური წყალი. Oh, hier sind die Sonderangebote. Das Sonderangebot, სპეციალური შეთავაზება, die Sonderangebote, სპეციალური შეთავაზებები. ფასდაკლებული პროდუქტები. აქვს განსაზღვრული არტიკლი, რადგან არის ნათქვამი here, ანუ აქ, ანუ ვართ იქ, სადაც ეს სპეციალური შეთავაზებებია, სადაც ეს ფასდაკლებული პროდუქტებია და შესაბამისად ვიცით, რაზეც არის საუბარი. ჩვენ ქართულ ენაში ვამბობთ არის სპეციალური შეთავაზებები. როდესაც მრავლობით რიცხვშია, გერმანელები ამბობენ არიან სპეციალური შეთავაზებები. ამიტომ არის sind და არა ist. ზმნა ყოფნა seines ფორმა. Das Mineralwasser kostet 42 Cent pro Flasche. თითო ბოთლი მინერალური წყალი ღირს 42 ცენტი. Kosten, ზმნა ღირებულება, kostenis ფორმა. Cent, ცენტი. Die Flasche, ბოთლი. Pro Flasche, თითო ბოთლი. Auch das Obst ist billig.
ასევე ხილი არის იაფი. Und der Fleisch kostet 7 Euro 49. და ხორცი ღირს 7 ევრო და 59 ცენტი. როგორც წინა გაკვეთილებშიც ვთქვით, მსგავს შემთხვევაში სიტყვა ცენტს აღარ ვამბობთ, უბრალოდ ვამბობთ იმ ცენტების რაოდენობას. მინერალურ წყალს, ხილს, ხორცს აქვთ განსაზღვრული არტიკლი, რადგან როგორც ჩანს, ხედავს ამ პროდუქტებს და ცხადია, რომელ პროდუქტებზეც არის საუბარი. Wir brauchen kein Fleisch, wir brauchen Brot. ჩვენ არ გვჭირდება ხორცი, ჩვენ გვჭირდება პური. Kein არის უარყოფითი არტიკლი, უარყოფა, რაც წინა გაკვეთილებში უკვე ვისწავლეთ. Das Brot, პური, ამ შემთხვევაში არის არტიკლის გარეშე, რადგან არ არის დაზუსტებული, რომელი სახეობის პური ან რა რაოდენობის პურია საჭირო, უბრალოდ ზოგადად პურზეა საუბარი. Super, მშვენიერია, dort ist auch eine Bäckerei. იქ არის აგრეთვე საცხობი. Eine Bäckerei, საცხობი, აქვს განუსაზღვრელი არტიკლი, რადგან ამ კონკრეტულ დიალოგში საცხობი არ გვიხსენებია აქამდე. და მოვიაზრებთ ზოგადად საცხობს და არა რომელიმე კონკრეტულ საცხობს. Der Kuchen dort ist gut. ნამცხვარი იქ არის გემრიელი. Der Kuchen, ნამცხვარი, აქვს განსაზღვრული არტიკლი, რადგან კონკრეტულად იმ ნამცხვარზე ვსაუბრობთ, რომელიც იმ კონკრეტულ საცხობშია. Ich wohne in Frankfurt. მე ვცხოვრობ ფრანკფურტში. Wohne ზმნა ცხოვრება ვონენის ფორმა, რომელიც უკვე ნასწავლი გვაქვს. Kennst du Frankfurt? იცი ფრანკფურტი. Kennst. ზმნა, ცოდნა, ცნობა, kennen-ის ფორმა. Nein, არა. Ist das eine schöne Stadt? არის ის ლამაზი ქალაქი. Eine schöne Stadt, ლამაზი ქალაქი. Eine განუსაზღვრელი არტიკლია, რადგან მსოფლიოში ძალიან ბევრი ლამაზი ქალაქია. და არა მხოლოდ რომელიმე ერთი კონკრეტული. Ja, die Stadt ist schön. კი, ქალაქი არის ლამაზი. Die Stadt, ქალაქი, აქვს განსაზღვრული არტიკლი, რადგან ვიცით კონკრეტულად რომელ ქალაქსაც მოვიაზრებთ. Das ist eine Flasche Wein aus Italien. ეს არის ერთი ბოთლი იტალიური ღვინო. Aus Italien, იტალიიდან, იტალიური. Der Wein, ღვინო. Die Flasche, ბოთლი. აქვს die არტიკლი და ამან განსაზღვრა, რომ არის eine Flasche Wein, ერთი ბოთლი ღვინო. აქვს განუსაზღვრელი არტიკლი, რადგან ბევრი სხვადასხვა მარკის იტალიური ღვინო არსებობს და ამ შემთხვევაში კონკრეტული ღვინის მარკა არ არის დასახელებული. Der Wein ist sehr gut. ღვინო არის ძალიან კარგი. Der Wein აქვს განსაზღვრული არტიკლი, რადგან უკვე ვიცით, რომელ ღვინოზეც არის საუბარი. Entschuldigung, ist das Joghurt? უკაცრავად, არის ეს იოგურტი. Der Joghurt, იოგურტი. აქვს der არტიკლი, მაგრამ ამ შემთხვევაში არტიკლის გარეშეა, რადგან ზოგადად იოგურტს ვკითხულობთ და არა რომელიმე მარკის იოგურტს, რაღაც გარკვეული რაოდენობის იოგურტს, გარკვეულ შეფუთვაში არსებულ იოგურტს. არა, ჩვენ ვკითხულობთ ამ შემთხვევაში ზოგადად არის თუ არა ეს იოგურტი. ამიტომ არც განსაზღვრული არტიკლი აქვს და არც განუსაზღვრელი არტიკლი. Das არის ეს და ამ შემთხვევაში არ არის არტიკლი და არ უნდა შეგვეშალოს. არის der Joghurt, აქვს ზოგადად der არტიკლი და ამ შემთხვევაში არის არტიკლის გარეშე. Nein, das ist Sahne. არა, ეს არის ნაღები. Die Sahne, ნაღები. Sahneც არის არტიკლის გარეშე, რადგან ამ შემთხვევაშიც ვამბობთ, რომ ეს არის უბრალოდ ნაღები და არ ვაკონკრეტებთ, რომელი დასახელების, მარკის, შეფუთვის ან რაოდენობის არის. უბრალოდ ვამბობთ, რომ არის ნაღები. Der Joghurt ist hier. იოგურტი არის აქ. ამ შემთხვევაში იოგურტი უკვე განსაზღვრული არტიკლით არის, რადგან უკვე ნახსენები გვაქვს საუბრისას იოგურტი. Und sagen Sie mal, დამითხარით, haben Sie auch Brötchen? გაქვთ თქვენ აგრეთვე ფუნთუშა? Das Brötchen, ფუნთუშა. არის არტიკლის გარეშე, რადგან ზოგადად ფუნთუშას ვკითხულობთ და არა რომელიმე კონკრეტული მარკის ან რაოდენობის ფუნთუშას. Nein, არა, nur Brot. მხოლოდ პური, tut mir leid, წუხვარ. Das Brot, პური, მაგრამ ამ შემთხვევაშიც არის არტიკლის გარეშე იგივე მიზეზის გამო. რადგან ვამბობთ, რომ ზოგადად პური გვაქვს, მაგრამ რომელი მარკის, რა რაოდენობის, ამას არ ვასახელებთ. Das Brot finden Sie dort. პურს ნახავთ იქ.
დას ბღოთ პური ამ შემთხვევაში არის უკვე არტიკლით, რადგან კონკრეტულად იმპურზია საუბარი, რომელიც მაღაზიაშია. Finden ზმნა, ნახვა, მოძებნა. Und Obst და ხილი, haben Sie Obst? გაქვთ ხილი? Das Obst ხილი. არის არტიკლის გარეშე, რადგან ზოგადად ხილს ვკითხულობთ და არა რომელიმე კონკრეტული დასახელების ხილს. Ja, natürlich. დიახ, რა თქმა უნდა. Das Obst ist dort. ხილი არის იქ. Das Obst ამ შემთხვევაში უკვე განსაზღვრული არტიკლი აქვს, რადგან ვიცით, რომ კონკრეტულად იმ ხილზეა საუბარი, რომელიც იმ კონკრეტულ მაღაზიაშია იმ დროს. Und wo finde ich Butter und Tee? და სად ვნახავ კარაქს და ჩაის? Die Butter, კარაქი, der Tee, ჩაი. კარაქის და ჩაიც არის არტიკლის გარეშე, რადგან ზოგადად ვკითხულობთ და არა რომელიმე მარკის ან რაოდენობის კარაქს და ჩაის ვკითხულობთ ზოგადად. ჩაი და კარაქი თუა. Die Butter ist hier und der Tee ist dort. კარაქი არის აქ და ჩაი არის იქ. ამ შემთხვევაში ორივე არის არტიკლით, კარაქიც და ჩაიც, რადგან ვიცით, რომ კონკრეტულად იმ კარაქზე და ჩაიზეა საუბარი, რომელიც იმ კონკრეტულ მაღაზიაში არის იმ დროს. Wörter, სიტყვები. Die Wohnung, die Wohnungen, ბინა, ანუ სახლი კორპუსში. Das Haus, die Häuser, კერძო სახლი. Die Traumwohnung, die Traumwohnungen, საოცნებო ბინა. Der Traum, die Träume, სიზმარი, ოცნება. Das Zimmer, die Zimmer, ოთახი. Das Schlafzimmer, die Schlafzimmer, საძინებელი ოთახი. Schlafen, ზმნა, ძილი. Das Arbeitszimmer, die Arbeitszimmer, სამუშაო ოთახი, კაბინეტი. Arbeiten, ზმნა, მუშაობა. Das Kinderzimmer, die Kinderzimmer, საბავშვო ოთახი. Das Bad, die ბედა, აბანო, სააბაზონო ოთახი. Der Flur, die Flure, დერეფანი, შემოსასვლელი, ვესტიბიული. Der Balkon, die Balkons, აივანი. Die Küche, die Küchen, სამზარეულო. Die Toilette, die Toiletten, საპირფარეშო. Schön, ლამაზი, მშვენიერი. Teuer, ძვირი. Natürlich, რა თქმა უნდა. Wo, კითხვითი სიტყვა, სად. Hier, აქ. Dort, იქ. Sagen, ზმნა, თქმა. Alles, ყველაფერი. Klein, პატარა. Die Stadt, die Städte, ქალაქი. Die Hauptstadt, die Hauptstädte, დედაქალაქი. Gut, კარგი. Sehr gut, ძალიან კარგი. Billig, იაფი. Der Gemüseladen, die Gemüseladen, ბოსტნეულის მაღაზია. Gehen, ზმნა, წასვლა. Einkaufen, ყიდვა, შესყიდვა, როდესაც რამდენიმე დასახელების სხვადასხვა პროდუქტს ვყიდულობთ. Das Sonderangebot, die Sonderangebote, სპეციალური შეთავაზება, ფასდაკლებული, გასაყიდი საქონელი. Das Angebot, die Angebote, შეთავაზება. Pro, თვის, ზე. Super, შესანიშნავი. Der Kuchen, die Kuchen, ნამცხვარი. Kennen, ზმნა, ცნობა, იცნობს, ცოდნა, იცის. Die Sahne, ნაღები. Finden, პოვნა, ფიქრი, ფიქრობს, ჩათვლა, თვლის, ვარაუდი. Die Butter, კარაქი. Der Tee, die Tees, ჩაი.